ბარემიწის ვიდეო ტრიალებს რუსულენოვან არხებზე, სადაც საუბრობს იეგორ ხვიჩიასენიგი და ამბობს, რომ ქართული მხარე აფხაზეთის კონფლიქტის დროს არ იყვანდა ტყვეებს და პირდაპირ ხრეთთან მარჯვენა ეს არის ფაქტობრივი შეცდომა და არ შეესაბამება რეალობას. მაშინ რას ნიშნავს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში როგორ მიმდინარეობდა ტყვეების გასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება, ან რაირად ფუნქციონირებდა პრინციპი ყველას გაცვლა, ყველას სასარგებლოდ, ყველას თვის პრინციპი რანაირად მუშაობდა ტყვეების გასვლასთან დაკავშირებით, ეს ერთი. მე მეორეც რა ვიცი, მე მგონი ომის დროს სულ რომ ასე ყოფილიყო და ხრეტა ყოფილიყო პოლიტიკა და არა ტყვედ ჩაგდება, იმას მაინც ჯობია, რასაც ქართულ მხარეს უკეთებდნენ. ბავშვებს მაინც არ აჭირდნენ ქართული ჯარისკაცები ხორცებს და არ აწერდნენ, რომ ახალი ქართული ხორცი გაზაყიდათ, რაც არაერთი შემთხვევა იყო და დედებს მაინც არ აყლაპებდნენ შვილის თვალებს და ცნობილი სცენა ხა ფეხბურთით თამაშს და საერთოდ ხო საუბარიც აღარ არის. რასაც აკეთებდა რუსი სამხედრო ძალა აბსოა სეპარატისტებთან და ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ერთად. რა ვიცი, მე მგონი ამას დახვრეტა ჯობია გაცილებით. და მასობრივი ხოცვა და გაუპატიურებებს მაინც არ ქონდა ადგილი და ყველაფერს რომ თავი დავენებოთ, თავრობის ახლის აღება მაინც რომ ავიღოთ, თვითონ რა პირობებში შევიდნენ და როგორ აიღეს და რა გაუკეთეს, თუნდაც გაბესკირიეს და ჟიული შარტყავს, მხოლოდ ესეც კმარა იმისთვის, რომ საერთო სურათი შეიქმნას და მე არ ვამბობ, რომ თუ კი დახვრეტის ფაქტი იყო, როცა შეეძლო ტყვეთაყვანა, ეს სასიამოვნოა და ეს მიამაყება, მაგრამ დახვრეტა ბევრად უფრო ნაკლებად მძიმე მორალური დანაშაულია, ვიდრე ბავშვების გაუპატიურება, ბავშვებისთვის ხორცის დაჭრა და გასაყიდად გამოტანა. ასე რომ, საერთოდ რუსულ მხარეს რომ ყოფნის თავმოყარეობა იმ კონკრეტულ პროპაგანდისტებს, ვინც ამას აკეთებს, რომ ყოფნის თავმოყარეობა ამის გასაკეთებლად ძალიან დასამწუხრებელია და ქართულ მხარესაც მოკლედ აფხაზეთის საქართველოა, ცხინვალის რეგიონის საქართველოა და თავარია ჩვენი მუშაობა გააგრძელდეს ამ მიმართულებით, რომ ამოყდეს საზოგადოებაში ცნობიერება. არა მხოლოდ საზღვარგარეთ, როგორც ჩანს, ჩვენ თვითონაც ჩვენ შეგნითა ძალიან ბევრი ადამიანს გვაქვს კიდევ ბევრი სამუშაო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა მიმართულებით მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა.